თეა ეს რა არის? არა, აქ იდო ეს რომ მოხვედი აქ იყო? ისა ძალიან გთხოვ, ვახა. მოაშორე რა, უნდა დავიწყო ჩაწერა და რა თმინდა ეს რა არის? ვიღაცა მომაქციე. იჰუ, ბუნგალოს ვაზე, ზღვის დისკოთაზე, ნაური წარიწევებისაზე, ჯუერიკა. აი მეგმერტო რა კარგია. რუსკა, რა საკეთებ? აი მე ოთა არ მაძლევ ამ შვებულებას და ხოლმე გავირუჯო არა? ისა რა ქვია. დათო ცოტა მე7 და მე11 განათებას აუწიე რა. ცოტა გავირუჯო სხეული. რუსკა, აი რა არის ეს, რა საქციელია? ვინ იქცევა შენსავით? ეხლა მითხარი. მე ვიქცევი ოთარ მე. სექსი პლაჟზე? აქეთ მისმინე ხარ. 22 პროჟექტორი გავაწევინე იქ და იქით უკეთესად გავირუჭებით. მართლა? ხო, ჯობია. თან ესა ტვინს არ წაიღებს. მოდი დაგაკეთინე მაგ შეგვიძლია დავისხო. ხო, შეზლოგი შენ წამოიღე. ხო, კაი, დავკეთოთ. კარგია, დღეს გავირუჯებით. ასე. მე და ვალიკო, წადი. მიდი რაღაცა ისე საგრიმიეროში სიმინდი იხარშება და რომ მორჩები შემოგიტანე რა. ან ჩამოატარე რა, ჩამოატარე. ეს რა არის? ეს? აი ეს ლეღვის ნახარშია, ვალიკოს უნდა დაუსვა. გათენდა ზეახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაციმაც წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ფხენიანთა შევიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება დღეს არის 14 ივლისი, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული, ბასტილიის აღების დღეა. მე ვულოცავ საფრანგეთის ყველა მოქალაქეს ამ დღეს, იმის და მიუხედავად, იგი პარიზიდან არის, მარსელიდან თუ ჭორვილადან. საქართველოს პარლამენტი განიხილავს ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც აიგრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უგულოს სიყვარული, ხვევნა, კოცნა და მტლაშა მტლუში. შესაბამისად, ვინც ამ კანონს დაარღვევს, მას დაეკისრება ჯარიმა, საკმაოდ სოლიდური ფულადი ჯარიმა და შესაბამისად შეიცვლება ტექსტი ძალიან ბევრ ქართულ სიმღერაში. აი მაგალითად, ცისანა სეფიაშვილი შენთვის რომ არ მეკოცნა, შენთვის რომ არ მეკოცნა, შენთვის რომ არ მეკოცნა, კი დავზოგავდი 1500 ლარს. ჯგუფის სახე როგორ მინდა მოგეფერო, მაგრამ შენ დღეს სხვისი ხარ და იმანი ნერვიულობს და იხადოს ჯარიმა მე რა შუაში. ჯგუფის საუნდი ერთხელ გაკოცებ და წავალ, იმიტომ რომ ეხლა ცოტა გაჭედილი ვარ, მეტი საშუალება არ ამაქვს. და ბოლოს ლაშაღლონტი. რამდენჯერ მინდა გაკოცო, არ დამითვლია, ჭკვიანი კაცი.
განჭვრიტა წინასწარ ასეთი კანონი იქნებოდა, არ დაითვალა და ვერც შეედავებიან. ასევე აიგრძალება ქუჩაში ფისის გაკეთება. აიგრძალება. და ადრე როგორ იყო? თუ იმეს დაჭერა უნდათ, ხო? ნარკოტიკს ჩაუდებდნენ ხოლმე, ხო? ისეთი ჩუმად. ახლა როგორ იქნება? თუ იმეს დაჭერა უნდათ, პოლიციელი ქუჩაში მიეპარება უკნიდან და ისიც იზავს და დაიჭერა. ხო, ასევე აიგრძალება ბიძიასთვის პასპორტის ჩვენება. თუ ადრე ამაში ბავშვებს ფულს უხდიდნენ, ახლა იმ ბავშვებს დააჯარიმებენ. ესეც უნდა გავითვალისწინოთ. კარგი. საოცარი ამბავი მოხდა გასულ კვირას თბილისში. დიღომში საზამთროიანმა კაცმა გაძარცვა ბანკი. ამ ნაშოვნი ფულით საზამთროიანმა კაცმა იყიდა ნესვი, ატამი, მუშმალას ღმარტლი ალუბალი და ბანანი და ახლა კაცმა არ იცის ვის გამოჭრის ყელს ამ ბანანით. კიდევ ერთი საოცარი ამბავი მოხდა, მოკლედ უცებ რო ვთქვა, თავი რო აღარ შეგაწყინოთ. კიდევ ერთი საოცარი ამბავი მოხდა, თბილისში ჩამოვიდა არც მეტი, არც ნაკლები კრიშტიანუ რონალდუ. სხვათა შორის არაერთგვაროვანი რეაქციები მოყვა ქართველებისგან კრიშტიანუ რონალდუს სტუმრობას. რა უშუალო და უბრალო მასტი ყოფილაო, ამბობდნენ დიღმის მასიველი გოგონები. დედა რაჟმოტი ყოფილაო, ამბობდა სტადიონის წინ ჩიბურეკის გამყიდველი. ასეც იყო და დედა რა კარგია რო ჩამოვიდაო. რა კარგია რომ ჩამოვიდა, ახლა მთელი პოლიცია მას დაიცავს და შანსი მაქვს ფული ვიშოვო, ამბობდა ვიღაც საზამთროიანი კაცი. სანამ საზამთროიანი კაცი ატამს მიირთმევს, ჩვენ უსაზამთროთ გაგიკვირდებათ და ვიწყებთ ღამის შოუს. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ კაცი, რომელსაც ორი გული აქვს. ერთი მკერდში, მეორე გვარში. და რუბრიკის სტუმარია პაატაგულიაშვილი, გთხოვთ. მოგესალმებით. როგორ ახარ, გენაცვალე? ბედნიერი იყოს ჩემი ფეხი ამ ოჯახში. პირველად ხარ, ხო? პირველად არის. მივესალმოთ პაატას კიდევ ერთხელ. პირველად არის ჩვენთან სტუმრად ცოტა ისეთი მორიდებული ბიჭია, კამერის ეშინია, იუმორი გზნობა არ აქვს და ასე შემდეგ. ვიცი რომ გეშინია, ვიცი რომ შენ ძალიან ადრე დგები ხოლმე. იმიტომ რომ დილის გადაცემაში მუშაობ, დილის ჩართვები აქვს და მე შენთვის მოვამზადე აი ესეთი გარნიტური დავარქვით ამას რა. მე ამას შენ ყურზე გაგიკეთებ. აჰა. დანიშნულებას შენ თვითონ მიხვდები. მოდი გენაცვალე მოიწიე. არაფერი არ მომიო. არაფერი არ მაგიო, არა. აი ნახე, შეხედე, აი ესე გიკეთია. აი ხა დაუშვათ რომ ჩაგეძინოს და ჩააკიმაროთ. წაწიე თავი წინ. ჰოპ, ეგრევე გასაგები. აბა წააკიმარე. ჰოპ, ეგრევე გაასწორე. 30 გრადუსზე რო იხრება, აი მოდი აი ესე. უი, რა კაი რამია, ეს მართლა გამო. აი ეს ერთხელ მე ვიყიდე, შორი გზა მიწევდა. ხო, შორი გზა მიწევდა. მარტო აქ დასაკიდებელი, გაგეს ა. გაიცინეთ. მარტო აქ დასაკიდებელი. კარგი. კი ბატონო, ეს ვიყიდე მე თვითონ რა შორი გზაზე წასვლა. მიწევდა ხოლმე მაშინ ტრაილერი რომ ყავდა, მარგარინი რომ დამქონდა თურქეთში. ხო და რო არ ჩამძინებოდა გზაში წავიდოდა და მოდიოდა და ძალიან მაგარი. რა ვიცი, სქონდეს შენ. გაჩუქებ? კი, გაჩუქებ, რატო არ ვაჩუქოთ ხალხო, ხო? დიდი მადლობა. ვაჩუქოთ, შენია. შენია ჩუქრით ასე რომ არ ჩაგეძინება. გავაგზავნოთ ახლა ლაპარაკი მშვიდად წყნარად. შენ არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაინიშნე თელავის თეატრის დირექტორად. რაღაცები ხო უნდა ვიღადაოთ ახლა. ადგი და ეკითხები. ხო და მაქედან მოვდივარ, ბიჭო, მაქედან მოვდივარ. ასე გამოვკამიდი მაშინ. ხო და ბიჭო, ვინმეს ვარსკვლავი ხო არ გაგიხსნიათ იქ წინ.
ჯერ არა, იმიტომ რომ ჯერ რაღაცა რეკონსტრუქცია მიდის თეატრის ფასადის და ალბათ გავხსნით და ალბათ ჩემით გავხსნით. შენი ვარსკვლავით დაიწყო. სანამ ვარ ხო უნდა გამოვიყენო. აი ასეთი დემოკრატია. სხვათა შორის თელავის თეატრის წინ არ არის აუცილებელი ვარსკვლავის გახსნა. შეიძლება გახსნა ხაშლამა. ხაშლამა უნდა ჩადგა კი არა. ჩადგა. აი მაგალითად წარვიდა დღეს თელავის თეატრის წინ კულტურის მინისტრმა კახეთის გუბერნატორმა გახსნეს ეგენი ერთად ვერ გახსნა. მაშინ ერთმა ჩადგა ხაშლამა, მეორემ მწვანელობიო. კაი იქნება. რომელი გირჩევნია? ახლა მწვანელობიო ცოტა ის არის ხაშლამა ჯობია რომ გავაკეთოთ. ახლა მწვანელობიო მაინც სეზონურია და ხაშლამა ზამთარ-ზაფხულ მიდის. მიდის. კარგი, გურჯაანელი მსახიობები ყავს შენ თეატრში, თელავის თეატრში. რა იყო რა. არა, კარგია. გურჯაანელი მსახიობი არა ყავს. არა ყავს, იმიტომ რომ მე ერთი ძალიან ისეთი ცნობილი გამონათქვამი გამახსენდა, რომ არ არსებობს დიდი და პატარა როლი, არსებობენ თელაველი და გურჯაანელი მსახიობები. ხო, მაგრამ ეხლა საერთაშორის კაი რაღაცა თქვი, ეხლა რაც გადავაორე უცბად თვალი. რაღაცა არ მახსენდება თელავის თეატრში მართლა არ მახსენდება გურჯაანელი მსახიობი, რომ როდესმე ყოფილი. ლაგოდეხელი იყო. გახსენდა. ერთი ეს მითხარი, რა ვერ გაიყავით ამ გურჯაანელებმა და თელაველებმა. იცი რა, მე გეტყვიეთ რამის, რა მე რაც ეხა თელავში სულ მახსოვს ეს არის რა ეს მომენტი, რომ აი დავუშვათ გურჯაანი თელავი, მაგრამ ძალიან ბევრი მეგობრები მყავს გურჯაანში რა. რაღაცა პატარა პრობლემები მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და გომბორი როცა გაიხსნა, ექიმმა ამიგზალა რომ წნევი სვალებადობის გამო არიარო რა. იმიტომ აღარ სვავ ჩემთან ერთად. იმიტომ არა, კატამ მომპორჭყნა. ხო თელაველმა გურჯაანელმა. თელაველმა კატამ მომპორჭყნა და გაკეთებული აქვს შრატი, რომელიც გძალავს გალევას. კი ბატონო, მე ეს გადამრჩა ეხლა რა. ეს გადარჩა ეს. მე გამოვრთე და თუ გინდა რომ იმუშაოს, უნდა ჩართო ხო. ხო და რას ვამბობდი? რას ამბობდი? აბა არ მისმენდა ის მეკითხები. გომბორზეო, ამიგზალესო. ხო. ხო და ხშირად მიწევდა ხოლმე გურჯაანზე სიარდო თელაველებს წინდათ, ხო, სერიოზულად რა. რა დიხარ მე უთხარი წნევა არა ის აგაკო კაცო აღარ დაგინახო იქ წასულია და სერიოზულად და მართლა კარგი გულიანი ხალხი ცხოვრობს. მე არ ვიცი ეს როდის სად დაიწყო, მაგრამ არის მილიონი ის რომ აი გურჯაანში სწორი ხი არის დება არსებობს ეგეთი რამე. ის ცნობილია ის ჯაჭვი რო გაკეთა თავის დროზე თელავის გურჯაანელი დაუყენეს, ოღონდ ცალიმკლავი არ ქონდა, ორი ხელი არ მოეკიდა. ხო და რავი ძალიან მილიონი ცოტა უფრო ისეთი ისა ლაბავი კახურებია ეხლა. იმას რო ეთქვა გოდერძი მახარაშვილს რო ეთქვა თელაველი ვარო, გერმანელიც არ ესროდაო. კი ბატონო. რო თქვა გურჯაანელი ვარ, იმიტომ ესროლავ ეს თელავში მომიყვენ. კი, მოგიყვებოდნენ. ძალიან ბევრი ისტორიები არის რა მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ კაი ისტორიას მოგიყვებით. მომიყევი. ეხლა ამ კატასთან დაკავშირებით ისე მოხდა, რომ ჩემ ცხოვრებაში არ მომიტეხია ხელი, ფეხი ეგეთ რაღაცები არა, ხე ფეხბურთელები ყავდნენ და ფეხბურთს დავდიოდი სხვათა შორის, მინდა გითხრა, კახეთის თელავში ვთამაშობდი დუბლებში. მეკარე ვიყავი რა. აჰა, დუბლების მეკარე. ნუ დუბლები როგორ სანამ გადა. მეორე შემადგენლობა. ხო. კი ბატონო. ხო და წაღვერში წაგვიყვანეს ბორებზე რა და იცი რა პრიზი ავიღე ფეხბურთის ჩემპიონატზე საუკეთესო იუმორისტის. ერთი თვალის გლობუსი იყო და ერთი პატარა ბიჭი იყო რა და ძალიან ასე ვთქვათ მამატავებდა და ყველა მხრიდან გოლს საგოლე მომენტს ქმნიდა და ნუ მოკლედ გადაწყვიტე რაღაც ანეკდოტები მეთქვა და ნუ მე გაგვაგდეს ორივე და რომ გაირკვა, ამიტომ გადმოვცეს რა ეს პრიზი და მაგ სახში სხვათა შორის. ხო და კატას რაც შეეხება კატამ მომპორჭყნა რა მოკლედ და ძალიან ვინერვიული რა. ჯერ ახლა 7-6 თვე დალევა არ შეიძლება. მე ფხიზელი ჩემამტერმა უყურა ცხოვრებას. რაღაცა ყველაფერს აღვიქხავ ძალიან ესე და ნერვიულობ ხოლმე რა. ამდენ რაღაცაზე არ ნერვიულობ. ერთი თვე გავიდა უკვე და ეგეთი ისტორია მომიყვა სხვათა შორის გურჯაანელმა რა. აჰა, გამოვშვი. რომ
ერთიო კატა ყავდა, შემაღონებელი კატა იყო. სადაც უნდა გაგეხიდა სულ იქ იყო და მამა ჩემაო წაიყვანაო და გაუშვაო სადღაც. შემაღონებელი არ მოგეწონა. ხო, აი ძით. მაგიდაზე რო ხტებიან ხოლმე, ხო იცი და გაუშვა მოbrunდაო სახში და კატა დახვდა სახშიო რა, მოbrunებულა რა. გამოურთმევია მეზობლისთვის მანქანა წაუყვანია სადღაც მოუსლეთში, მე რაღაცა ხრამთან მისულა, ჩასულა ქვემოთ და რაღაცა ძალიან დიდ სიშორეზე მოუსროლია რა. ეს და ამოვიდა თურმე ხა იქიდან მანქანასთან უნდა მოვიდეს რა და გზაებნა რა. ხო და ვერ მოდისა და სახში დარეკა და ცოლსევრება თუ კატა მოვიდაო და კიო და მოვიდა ყურვილი მიეცი როგორ მოვიდა გზამასწავლ. თუ გინა კიდე ახალ ანეკდოტს გეტყვი ერთ. გამოვიშვი, მეც მაგ ერთი ისტორია ნაღდი თელაველზე. მეწოდინება, მაგრამ მაინც მოყვები, მიდი ჯერ შეგავუშვი. ფირფრინავი მიფრინავს, ეს ჩვეულებრივ როგორც უნდა მიფრინავდეს და უცებ ამოbrunდა და ესე გააგრძელა რა. ნუ ხალხი პანიკაში ჩავარდა ერთი ამბავია და გამოვარდა სტიუარდის არ ინერვიულო გაცილებულია პილოტი ცხვირს ჩაიწეთებს და გავსწორდებით. გამოვუშვი ხა თელაველი. ერთი თელაველი მეგობარი მყავს რა. რუისპირი სოფელი ის აიღვინოს აკეთებენ. კი, მაგარ ღვინოს აკეთებენ, ზურიკო, მაგარი კაცი. ხო იცი როგორ ღვინოს იძახიან რუისპირის ღვინოს? როგორც? ისეთი ღვინო არისო რომ ჯარი დატოვებს. ბობა. ეს მეუბნება რომ 85 დავადებას შველისო ისეთი ღვინოა. ხო და სუმაგვინო სვავდა, მეტყობა ეხლა მე რამე მორჩენილი ის. კი არა. ესე იგი, ღამის 3 საათზეო გამეღვიძაო. სუფრასთან ვართ რა და მიყვება ეს ზურიკო. ღამის 3 საათზე გამეღვიძაო რა და გადავხედე ასეო ჩემ ცოლცო და გაღვიძება მამინდაო რა. ვაღვიძებ რა, გაიღვიძე ქალო, დედაკაცო გაიღვიძეო. აი ეს უნდა გავუკეთო. ცოლმაცო გაიღვიძაო, ღამის 3 საათი. რა გინდაო, მეკითხებო. რა მინდა და 300 ლარი დილამდე არა გაქვს მას ესხეო. თელავშია ერთი ეგეთი ცნობილი ყელყურის ექიმია ლევან ჯამბრულიძე რა. ხო. ნუ ყოველ შემთხვევაში მე მასზე ვიცი ეს მაგრამ თავისთავად კაი ისტორია ხა მაგ გაღვიძებასთან დაკავშირებით ძალიან უხე პრობლემა თელავში გურჯანში საერთოდ ზოგადად კახეთში არის მეუღლე სვავს გვიანი მიდის სახში ან სვავს მარტო კახეთში ნუ ძირითადად მაინც ხო მაგრამ უფრო შაგუებულები ყავს ძოლები მაგრამ იყო დრო მე და შენ საბურთალოზეც ვახერხებდით მაგას კარგად პატა კარგია შოთა შორის უწადი გააფუჭეს მადმით ხო სხვაგან წავიდეთ შეგა კი არ არის პრობლემა დავამთავრო რა თქმა უნდა ხო და მოკლედ იგივე სიტუაცია რა და ცოლი ახლა ეს ღამე მოვიდა კაცი ნასვამია კაცო თავისი აზრები აწუხებს რაღაცა არა მარტო აზრები და შეუყარა ხელი ახლა ამ ქალს რა ცოლს მას არიღებს და ჩამიჩუმი არის ის ცოლისგან ზურგით წევს რა ნუ კიდე ახლა ცოტა ისე რა ნებიანად შევიდა და აპა არაფერი გატრნულია და დაურტყე ხელი ქალო გადმოვიდი იქნება სხვა ვარ მე შენი დედა ვარ იგივეა რა კიდე ეს მოგიყვები და მანამდე შეგაგახსენდება ნუ მე ბევრი ვიცი ხო და მე მანამდე იფიქრე შემდეგზე ესე იგი რა არის ეს მიყვება კიდე ეს ნაღდი ამბავია ხელავერია ხო ეს ზურიკო მიყვება ისევ რომ ასეო ბიჭო დამიძახესო თელავის გამგეობაშიო ხო და მითხრეს რომ თქვენზეო კომპენსაცია არის 500 ლარიო კაცო გეშლებათო რაღაცაო არც დასეტყვილი ვარო რუისპირში ვარ ყოფილაო არაფერი და მან არა რაღაც თქვენზეაო ხო ხეს და ეს კაცი ხართო პირადობის მოწობა ნომერი პირადი ნომერი რაღაც თქვენიაო ხო მართლა ჩემიაო ახლა რომ წავიდე დავხარჯო მე უკან არ მამატანინებთო არაო არანაირად და წავედიო რა წავედიო მიჭირავს 500 ლარიანი ვაუჩერი ნებისმიერ ბანკშიო მიხვალო გაანაღდებ 500 ლარს აიღებსო და ჩემი ბიჭი დამხვდაო სოფელშიო და ჩემი ბიჭი მეკითხებიო შვილო აი ხლაო ეს ფულიო ჰაერიდან ჩამოვარდაო ხო საერთოდ არ ვიცოდითო არც გათვლა მქონდა არაფერიო 500 ლარიო ასაკში ვარ უკვე რა იციო ხვალზე შეიძლება მოვუკვდე ხო და წავალ ქალაქშიო რა ერთ კაი შარვალ კოსტუმი ვიყიდიო რომ მეო საფიქრალი არ კონდეთო რომ მიცვალებულ მამას რა ჩავაცვალო ეს ჩემი ბიჭი ზისო პახველიაზე და ეს მიყურებს მამი საროჯკაში რა შაქცივდება
კარგი. ესეთი ეხა მაგ პიჯაკზე და მიცვალებულზე გამახსენდა კახელს მამა გარდაეცვალა და არ ქონდა ვაუჩერი აღებული და ჯერ და მეორადებში უყიდა პიჯაკი რა მიცუდა ის ჩააწოდა იმით დაგძალა და ორი კვირის მერე და ეს იზრა მე შეიძლება დაბაწიო ვისი პიჯაკი ჩამაწი ორი კვირა ვიღად გერმანელი დამდევს მომენტი ჩემი ესე იგი თემა არ არსებობს რა თემა მართლა გეუბნები რომ აი რაღაცა არ ხდებოდეს და რაღაცა არ მოყნენ. ნუ ძალიან ის არის, რა ქვია, გენიალური ამხრივ რა მართლა გამორჩეული იუმორია მე ვთვლი და დედი თუ არ იმერელი დოღონაძია დედაჩემი სიმონეთიდან და ქერჯოლის რაიონი ხო? კი ბატონო, ხო და ეხლა შერწყმა ხო ხდები ბავშვობა იქ გატარებული და რაღაც ის ჩემთვის ძალიან ნაცნობი ის არის და ერთი ეგეთი ამბავი არის რომ ერთი ქუთაისელი ყოფილა რა ბიძაჩემი მიყვება იქაური რა თავის მეგობარი და ქუთაისში ხდება რა სიტუაცია დილაა და პახმელი არისო და არაყი არ უნდაო რა ეხა რომ დალიოსო ღვინოზე ნუ ჩალიჩობს რა დილიდან და არავინ არ არის ნუ ღვინო ის ნუ არ არის რა ქუთაისში ღვინო ყველა არაყს თავაზობს არაყი და ნუ სადღაც ესე დამთარი პერიოდი შემოდგომა და გვიანია უკვე და გაჩერებულად ძმაკაცი მანქანით რა და რო ელაპარაკება როგორ ახარო სად დაიკარგეო და შეამჩნია მანქანაში 20 ლიტრიანი მაგარი ცვარცვრიანი ბოცა ბიჭო აგაშენა ღირდა მე და 2 ლიტრა ჩავამიც ჯემი ძმაყარო თელი დღე მაგას ჩალიჩო აპა შანსი არ არისო ამას ვერ მოვაკლებო გრაუნდს ბიჭო დილიდან ჩალიჩო ჩამომიცი რაცა არა ბიჭო საყვარელთან ვიდიო რა არია ზაურასთან დადიხარ მაგის 20 ლიტრა ვინე რა უბედურება არისო მართალია რომ კულტურის მინისტრი იყო თელავშიო და თეატრის წინ იდგაო და არ შემოვიდაო თეატრში. ნუ ეხლა ამას ვერ დავამალავ, იმიტომ რომ ნამდვილად ჩემთვის იცით რაღაც წინაც ვერ მოვასწრე, ცოტა უცნაური ის იყო რა, აი. იქიდან არიან. მე მგონი შენი ძილის დროა პატ. რავი, თუ გამიშვებ დავიძინე. ჩართვებზე ხარ, ჩართვებზე დილიდან. არა, ორშაბათამდე არა. იყო ნამდვილად სხვათა შორის კულტურის სამინისტროდან შემოვიდა ზარი. მე მგონი რაღაცა იუმორის ამბავში გააკეთეს ეს რა, მე ესე ვთვლი რა, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ. რომ სასწრაფოდ ჩადიო დასი შეკრიბეო, რაღაცა კულტურის მინისტრი ჩამოდისო და ნუ გავარდი რეპეტიცია ქონდა, ოლივერს ვაკეთებდი თეატრში და დათო საყვარელძეს ვთხოვე რომ მეთქი ესეთი ამბავია და უნდა ვიყო იქ და ნუ გადადეს და რაღაცა ერთი ამბავი ველოდებით ეხლა შევყარე მთელი სახე არიქა გვეშველა რაღაცა და არ მოვიდა იქ იყო თელავში მაგრამ იგივე რა ჯანმრთელობის მინისტრი რომ საავადმყოფოში არ შევიდეს რა ვერ გეტყვი ხა რა მოხდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას მერე ისე მოხდა რომ რაღაც გარკვეული თანხა 50000 ლარის ოდენობით ახალი დეპუტატი და რა თქმა უნდა სამინისტრომ დაგვიმატეს მაგრამ ეს ფაქტი მაინც უცნაურ ფაქტად შევა ჩემთვის თეატრში კი არა თავის სამსახურში არ შევიდა მინისტრად რო დაინიშნა მე ვიდეოც მაქვს თუ შეიძლება გავაუშვათ ხანმოკლე აღმოჩნდა სამუშაო დღე კულტურის მინისტრისთვის ოდიშარიამ ტერიტორია ისე დატოვა რომ შენობაში არც კი შესულა მან განაცხადა რომ მისი სამუშაო კვირა ორშაბათიდან დაიწყება და პირველ რიგში ის თანამშრომლებთან პირისპირ დასაუბრებას გეგმავს ესე იგი შეიძლება რა შეიძლება ბატონი გურავი აფხაზეთიდან არის თუ არ ვთები ტოვი მე მგონი ხო და ისია გადაჭრული ჭერს რომ ვერ შედის ამაზე ერთი კაი ანეკდოტი გამახსენდა შედი კაცო თეატრშიო ხო და არ მე იმნაირიო ბიჭო რანერიც გინდა იყავი კულტურის მინისტრი ხარ შედი თეატრში აი ესეთი ანეკდოტი გამახსენდა შენ როგორც მე ხამოვიწერე ერთი კანონი დაგაინტერესებს როგორც დირექტორს შრომის კოდექსში მოვალეობის შემსრულებელი მშრომლობა აქვს შრომის კოდექსში მე უკვე გადავრეკე და დაგამტკიცებენ ამ ლაპარაკის მერი არ ამგონია მაგრამ არა დაგამტკიცებენ გუშინ ველაპარაკე ბაჩუკი ქარდავას და გადაწყვეტილია ესე იგი შრომის კოდექსში შეაქვთ ახალი ცვლილება ნახე რომ დირექტორი ვალდებულია თუ ათავისუფლებს სამსახურიდან მსახიობს პათეტიკურად უნდა აუხსნას
ჩვენ არ გაგვიჭირდა. ერთი თვით ადრე და პათეტიკურად ისე რომ მსახიობი უნდა დააჯეროს რომ მართლა გათავისუფლებულია და მართლა ამის მიზეზი არსებობს. აი მოდი ხა მაგალითად, ვითომ მე ვარ მსახიობი, რომელსაც შენ უშვებ სამსახურიდან, უნდა დამაჯერო, რომ ჩემი სამსახურიდან გაშვება არის აუცილებელი და თან უნდა დავიჯერო რომ მართლა მიშვებ, რომ სიცილით არ მოუკვდე. და პათეტიკურად აი როგორ ამიხსნიდი? იცი რა, მე გეტყვი მაშინ ჩვენ კონკრეტულ თხან თელავზე ვლაპარაკობთ, იქ ალბათ ეს სხვა რამეს მოიწოს და ესე ჩავთვალოთ, რომ თელავის თეატრის მსახიობი ხარ რა. ჩავთვალოთ, ხო, იმიტომ რომ იქიდან გავუშვებ შენ ჯერჯერობით, თორე ახლა მე რომ გახდები კულტურის მინისტრი. მოდი ახლა ეს პირობითად გავაკეთებ, იმიტომ რომ სულ 15 მსახიობი მყავს იქ. აქედან 8 არის ასაკს გადაცილებული და ნეტავით მე მიმაღებინა მაგათი გამშვები მე არა ვარ. ვითომ მე ვარ მე-16, თან წინა ხელისუფლების დანატოვარი. კარგი, არ არის პრობლემა. ანუ ეხა მე როგორც ისე იმებს არა ვართ ეხლა. არა, არაფერს არა ვართ, კაცო. როგორც მე ვეტყვი, ანუ ჯერ ერთხელ ნათქვამი მაქვს ისე. და მე მაინც მოვდივარ რეპეტიციებზე, დავდივარ და ჰამლეტს ვთამაშობ. არ მჯერა. გამიშვი. აი ხედი აქეთ არა. განცხადება წაატანე თვალი. წავატანე. კარკა ჩამთავრე. ჩავამთავრე. ხო და გაიქუსლენ ნუ გაგვეტრაგე საქმე. აი ასეთი. ხო, მაგრამ არა მგონია იქ ნეტა მართლა ვიძახი რომ თუ დაუშვათ რამდენი ხა წყალი მიირთვით რა. არ მინდა რა თქმა უნდა. მაშინ მედავლე. ძალიან. ასე ღელავ. დამცხა. ეს ხუმრობით იყო გასწორი. არავინ არსად არ უნდა გაუშვა, რაზეა საუბარი. შენ თუ ეს მართლა გაინტერესებს გეტყვი რომ ჩვენ თელავის თეატრის სამხატვრო კონსულტანტად დაინიშნა თებერვლიდან რობერტ სტურუა. და ეხლა ჩვენ 14-ში გვაქვს პრემიერა სარა კეინის ფსიქოზი და ფოთში მივდივართ ეხლა გასტროლზე 21-ში. დედაქალაქში ანუ თბილისში გქონდა უკვე ერთი წარმოდგენა და იმედი მაქვს რომ რაღაცა თანხები გაშდება და კიდე და კიდე უფრო ამოვძრადებთ, იმიტომ რომ ალბათ დამეთანხმები რომ რობერტ სტურუას ფაქტორი თელავისთვის და საერთოდ კახეთისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა რა ვიცი, სულ არაფერი ისტორიას დარჩება და ნუ ძალიან ასე ვთქვათ მისი გრაფიკის მიუხედავად ხშირად ჩამოდის ხოლმე თელავში და თან გავითვალისწინოთ ისიც რომ უდიდესი ტრადიცია აქვს. კი რა თქმა უნდა 252 წლის თეატრია 252 წლის თეატრი არაჩვეულებრივი და მე დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი იქნება უმაღლეს დონეზე და ძალიან დიდი წარმატებები ჯერ კიდევ წინ არის პატა მადლობა მინდა მოგახსენო პირიქით დიდი მადლობა ეს არ დაკარგო შენ გჭირდება ეს არა ნამდვილად მომეც მოხედავ როგორც კი თუ გეუნება სწორდები როგორც კი თუ გეუნება სწორდები რომ არ დაგეძინოს მოკლედ ხალხო ეს იყო რუბრიკა ჩვენი დღევანდელი გადაცემის საინტერესო რუბრიკა ადამიანი რომელსაც ორი გული აქვს ერთი მკერჩი და მეორე გვარში და რუბრიკის სტუმარი იყო ჩემი მეგობარი მსახიობი პატა გულიაშვილი დიდი მადლობა გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ამათმა გვარმა გაიხაროს გამრავლდნენ და წარმატებულები ყოფილიყვნენ ძალიან მიყვარს ეს გვარი რაც კარგები ვართ ტატიშვილები ვართ აი ესეთი გრძელი სახელი აქვს ამ რუბრიკას და დღეს რუბრიკის სტუმრები არიან ცნობილი გამოჩენილი და წარმატებული ტატიშვილები გთხოვთ იგი აი არ ვიცი წრეფლი მომდის ამიტომაც არ მოვდიოდით აქამდე ტირილი მინდა ტირილი რატო იცი პანაშვიძე მგონია თავი იმიტომ რომ ასე ერთად თქვენ კაცი ან ქორწილში თუ გნახავთ და
ამპანაში. ან შეგადაცემა. ან შეგადაცემაში. ბატონო, სურათი გადავიღოთ, ოღონდ სერიოზულად გავჩერდეთ, რომ ვინ იცობა გადიდება გასადება. ესე მინდა ბოდიში მოგიხადოთ, ყველა ვერ გადაკოცნეთ, იმიტომ რომ ახლა ჯარიმაა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კოცნაზე და რა ვიცი, არა მაქვს. მე ბანკეტი გვაქვს. მე ბანკეტი. აქედან ყველა მივდივართ ოთართან. დღეს მივდივართ ოთართან. ალაფურშეთზე. ალაფურშეთზე. მაგრამ როგორ ჩაარტყა უთები. ალაფურშეთზე მივდივართ. ისე ძალიან მაგარი ხალხი შევიკრიბეთ რა. აი ხა მე ჩამოვთვლი. მე არასდროს არ მომბეზდება ამ ხალხის ჩამოვთვლა. აგერ საპატიო თბილისელი. ხო გაქვთ ეს ტიტული? საპატიო თბილისელი. ადამიანი, რომლის იუმორზეც, რომლის სიმღერაზეც თაობები გაიზარდა. ბატონი ვახტანგ ტატიშვილი. ყველასათვის საყვარელი, პოპულარული შუბერტი რო არ ვიცოდე, ვინ იყო, შენ მეგონებოდა. კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი. არც ერთი ორდენი, არც ვინცობა, არც ეკონი არ. როგორ არა გაგიხსების მეტი რა გაქვს. სახალხო კომპოზიტორი. საქართველოს ხმა, ყველას ესახმოვანებს ხალხი. ასე რა ფილმიც გინახავთ, აბა მითხარით ბოლოს ფილმი, რომელსაც დიმა ტატიშვილი არ ახმოვანებს. პლუს ამას უნიჭიერესი მსახიობი. დიმიტრი ტატიშვილი. ეს ხოლმე გვაქვს. კი, მაგასაც. ჩვენთვის ყველასთვის ხვცოვანი ტატიშვილებისთვის საამაყოშვილი. უნიჭიერესი ევროვიზიის მონაწილე. ნოდიკო ტატიშვილი. ევროპაში გაიტანა ტატიშვილების გვარი. აგერ ვირტუოზი მოცეკვავე. ოთარ ტატიშვილი. და ვირტუოზი მოცეკვავის ძმა ლადო ტატიშვილი. მეტი ღირსება არ არსებობს. ისე ლადო აკარგია. გადასარევი რა. რომ ოდესღაც ვიღაცა ტელევიზორში დაგინახავს ისეთ გადაცემაში და ისეთ არხზე მოხვედი. შეიძლება კი. კარგია, გაიხარ. რატო ინფორმაცია ვერ ედება? თუ რა, იქაც კარგად ჩანს. იქაც გაგაშას. ანუ შენ უყურებ ხშირად. გასაკვირველი. ასაკში ხარ ოთარ. ხო, რასაკვირველი. ასაკში ხარ. ლადოს თაყვანისმცემლები, ხო იცი? საშუალო ასაკი რამდენია? არა, იმიტომ კი არ უყურებ რომ მომწონს, კაცო, ტატიშვილია. მადლობა ოთარ, მადლობა. ნადეჟი პაძირზე. აქ იმიტომ კი არ მოვედი ახლა ეკრანი. რო იყო ტატიშვილია, რა თქმა უნდა. პაძირჟალი ტიპი. სპასიბა. სპასიბა. ნახე შენი დრო მოვიდა რუსული ენა დაფასე. დაფასე. კარგი. ახლა გაქვს რიგრიგობით დავიწყოთ ვისაუბროთ. ხო, სხვათა შორის დღეს არ ეგონოს ხალხს რომ ასეთი წირია ტატიშვილების ნიჭი, რომელიც შემოიფაგრა 1 2 3 4 5 6 მომენტ თეაც ფარული ტატიშვილია 7 უნდა და ყოველთვის. ხო, ყოველთვის უნდა ტატიშვილობა. ეხლა ყველაფერს მივიტყვი ვის რა დაემართათ. ხო, მაგას არ ვიტყვი, მაგრამ ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო დღეს ისე ტატიშვილებში მართლა მსოფლიო დონის ერთი გვყავს, ეს არის ცისანა ტატიშვილი, ხო? მეთანხმებით ყველა ოპერის მომღერალი. ჩვენთან უნდა ყოფილიყო ცისანა. ხალხო ცისანა ახლა შეუძლოთ არის და ვერ მოვიდა. ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო ასევე ოთარ ტატიშვილი, ცნობილი მწვრთნელი ჭიდაობის მოჭიდავე. გამახსენე. ანა ტატიშვილს დაუკავშირდით და ისეთი დეპრესიული იყო უიმბლდონზე წაგების მერე. მე ის უიმბლდონის შევარცხვინე, რომელსაც ტატიშვილი ვერ მოიგებს. უიმბლდონი. ხო და ასევე დათო ტატიშვილი ეს კლინიკა როა, ყველას რო ჩემი გონია ეს კლინიკა და ნეტა ჩემი იყოს და დათოს. ხო, ჩემი გონია, დიმა, ჩემი. დათო ტატიშვილი ხოლმე ყოფილიყო. შენი გონიათ? ეხლა ძალიან ხო ჩამოვყალიბდეთ რა. ამ დროს ჩემია. ამ დროს შედია. ხო, დავით ტატიშვილმა გითხრა რომ მოვალო, მაგრამ ჯეჯო იგივე შეიძლება შემოგვიერთდეს. არაფერია. არა, გავიგერო დღეს განსაკუთრებული ის არის შემოსება პაციენტების. მართალია, არც არის. არა, დღეს ისიც მოკლედ, აი, ამდენი ოთარ მართალია, აი სწორია. დღეს გავარკვიოთ ვინ ვისი შვილი და შვილიშვილია. კი, ახლავე გავარკვიოთ. არა, ბატონ, სხვადასხვა მე ვიხმარ ჟარგონს, ბატონმა ვახომ ერთხელ გააიასნა აქ.
რომ გურიაში ჩავედიო და იგი როა იქინე როა ოთარა დადიშვილიო ის შენი შვილიაო ოთარი არა რა შემასწავლი ახლა მე მარტო ცნობილი ტატიშვილები მრავლდებიან ნოდიკო შეიშვილი გონია მაგრამ ბატონი ოთარიშვილის ხო შენ ამიშვილი გონი ხარ ერთხელ სერიოზული ბატონი ვახო შვილიშვილი ვეგონე და ამ დროს ყველა ჩემს ქვია კორნელი არა არა და კორნელი ქვია კორნელი ნუ ახლა ჩემ ის ფეხბურთის ყვარული ხარ არა უჩეს პიარისტის კარგია პიარისტის კარგია მოკლედ იჭორაოს ხალხმა აი ამდენი ესე იგი ბაბუა თქვენი ოთარი ბატონო ბაბუა თქვენი თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ პროფესორი საუბარი იწყება ამას მაინც თქვენ არ გაინტერესებთ ეს შენი დიდი პაპა კიდე ყოლა ესე იგი შენ ხარ ესე იგი ეს სამი კაცი იყვნენ დაინა ვახო დაინა ბიძაშვილები იყვნენ რა მოკლედ შენი პაპა შენი დიდი პაპა და მამაჩემი ჩვენიერი გადასწორებული ჩემმა პაპამ რა დაგიშევა ძმა არის ამის პაპის სხვათაშორის მე და ოთარს ერთი კაცის სახელი ქვია ხო ჯერ მე დამარქვა ბაბუა მიშა კი ბიძამისი იყო ბაბუა ჩემი ანუ ჩემზე მოხუცია ხო და დამღუპა კაცო ეხა YouTube-ზე შეხვა ლაზერილია ყველაფერიო და ვინ არ ვერ გაიგებ კი მირეკავენ ამის თაყვანისმცემლები Skype-ით შემჭამეს მე შენმა თაყვანისმცემლებს იცი რა კარგი ტიპი ვარ და შენაირი ვარ გამიცანი და ერთი შემომელაცხა და თურმე ის მართლა მე მირეკავდა ესე იგი გავიგინე მე ოთარ შენ გირეკავენ ჩემი თაყვანისმცემლები და მე მირეკავენ შენი თაყვანისმცემლები შვილო ოთარ ხო და დროზე უნდა დაგეძახე და გაგვერკვია ერთხელ და საბოლოო აგერ ბატონო აგერ გავარკვიოთ კარგად მოკლედ მე რისით ქვამიდო და არ მაცალეს თეა არ მაცალეს შეგდე კიდე უნდათ რომ გამაჩერონ რისით ქვამინდა რომ ამდენი ცნობილი ადამიანი ყავდა სულ ორ გვარს ტატიშვილებს და ხერხეულიძეებს მაგრამ ხერხეულიძეები ერთ სფეროში იყვნენ ცნობილები და ტატიშვილები სხვადასხვა სფეროს მოვედეთ ხალხო მოდი ახლა ეს ვაღიარო აქ ერთი სფეროა დღეს ფუნქციური გვარია როგორი მულტიფუნქციური გვარი ჩემი ძმა არის უცოლო მე რას მიყურებ არა შენ არ გიყურებ ეხა შენ ქმართან ერთად ვერ მოგიყვანს ვერანაირად ჩემი ძმა არის უცოლო ვაცხადებთ კონკურსს მაგრამ სასურველია იყოს გოგო მაკედან დავიწყო თუმცა 21 საუკუნეა და ყველანაირი კანდიდატურა შეიძლება განვიხილოთ გააჩნია ყველას თავის პლუსებია კარგი ისეთი მოკლედ სათიშვილებში გასათხოვარი კაცებში არავინ არ არის ლადო დარჩა ერთი ისე მეგობრებო ტატიშვილებო იმდენი ხანი იყო უცოლო ლადო რომ მე მოვიყვანე მეორე ცოლი რომ ბალანსი არ დარღვეულიყო ოჯახში ანუ ეს ამრავლებს ამ შტოს შემაგირვათ დროზე ახლა მე ესე ვთქვათ იმაშია ჩtildeში ვარ წოდა ხანი მე ვამრავლებ ლადო და 2 წელი დამჭა დროზე მოიყვანე ცოლი მე რასაბრირებ კიდევ დასვენებას მეთქი მესამე მოყავს ეხა შენ თუ გინდა ჩემი ცოლი არის დარბაზში თუ გინდა სკანდალი მეც მოყვები შენზე რაღაც მოყვები რა მეც მოყვები თვითონ და ესე კარგი ახლა რა მინდა ვთქვა მეგობრებო აი როგორი დემოკრატი კაცი ვარ მე ჩვენი პრემიერივით იცი ვინ არის ჩვენი პრემიერი გამიგია აი ახლა ყველას გეძლევათ 20 წამი რომ რასაც ჩემზე ფიქრობთ ყველაფერი თქვათ ძალიან გთხოვთ კორექტულები ვიყოთ რა 20 წამი არ ემოფა ამას აი და შენ რაგინდა პრემიერს უნდა უთხრათ ეს ყველაფერი თუ რაგინდა ვერ გავიგე პრემიერი რა ახსენე ერთი წუთი რა არ მინდა ეს ეხლა ის რა ქვია შენ მე ყოფი სახში რა ხო მიხვდი რომ დღეს მარტო იმიტომ ხარ რომ ჩემი ძმა ხარ ეხლა ნუ გავხსნება თუ ეჭვში მარტო იმიტომ რომ დადიშილია მოხდა ასე რომ მამამ და დედამ გადაწყვიტეს რომ მეორე შვილი უნდა ყოლოდათ და შეცდნენ და გაგიმართლა შეცდნენ დავიწყოთ ოთარ ტატიშვილიდან დავიწყოთ ეს ისე შენ ბევრად პატარა კი არა ხარ ვახოზე რა გინდა რას გადამეკეთე ეს რაც მოვედი ესე იგი დაბერებულად არა დიდი განსხვავება არ ამე და შენ შორის არაჩუ კი ხო 26-25 აი მითხარი ახლა რას ფიქრობ ჩემზე გეძლევა დრო რას ფიქრობ მე გეტყვი ყურში რაც ანუ ეხლა თავსი კავ აი ხა თავსი კარგი დიმა კარგი ბიჭი ხარ ბანალა ნოდიკო
ნუ ვერნა. ვიცი. არაფერი. არ ფიქრობ თუ 4-ზე აფიქრო. სხვათა შორის მე არ მithქვავს დღეს რომ ევროვიზიაზე მე-15 ადგილი არის. მენი ბრალია რა გაუბესიძე. თავშეკავებული ვიყავი სხვათა შორის რა. მსგავსი ადამიანი კარგი როგორიც არის ჩემი ძმა დარიგებულია და ძალიან ბევრია ქვეყანას ქვეყანაში ბევრია? ამაზე კაი რა გინდა? ამაზე კაი რა გინდა რაც ბატონო ვახტანგ. არ მინდა ეხლა ეს არსატყურება კაცო თქვი რაღაც ხომ მოგწონვარ. შენზეა ლაბარაკი მარტო ხო? რა თქმა უნდა. რასაუბო კაცო ჯიგარია რა ძულია რა კულტურა ბარგალი ვაფშე რო იცოდე ყველა ტატიშვილი რაც ტატიშვილები ვარ ყველა კარგები ვარ რაც ტატიშვილები ვარ ყველა კარგი სიმღერაც არის ესე ცნობილი მაგრამ რაც კარგები ვარ ტატიშვილები ვარ ისე მე მინდა მაყურებელს უთხრა რომ ოთარ ტატიშვილი მხოლოდ კომპოზიტორი არ არის ოთარ ტატიშვილი არის მხატვარი მხატვარი არა ხატავ ჩემთვის რომ კაცკაზე ბიჭო შენთვის ხატავ თუ ვისთვის ხატავ ხო ხატავ კი ვიყავი რა გინდა არ მინდა ეხლა ეს ცოტა ხონა გავიპრანჭო და გაიპრანჭე და მაინდა-მაინც ჩემ გადაცემაში უნდა გაიპრანჭო კაცო აბა მეტი გადაცემაში აღარ მეძახე სხვაგან ტატიშვილებს არ მიღავს ჩემთან და შენთან ორთვა ერთი გასათხოვარი გოგო მყავს და მითხრა რომ საერთოდ ტატიშვილებიო ცნობილი გვარიაო რომ მაგარი კაცები ყავთო რა ძალიან ასე ვთქვათ ნიჭიერი გოგოა და მას ძალიან დიდი მომავალი აქვს თუ ასე ფიქრობ შეიძლება რომ შემოვიყვანო აქ არის შემოდი გოგო მინდა მე გათხოვება გამარჯობა ტატიშვილებო გამარჯობა მაგასო მიხდი რომ უმცირესობაში ხარ კი რუსკა ერთი რაღაცა მინდა გითხრა გასათხოვარი გოგო ხარ აი დაუშვათ და აი ამ ნუ ბიჭებიდან ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ვახოზე და ოთარზე. აუ და ოთარში ეგა. მაგრამ აი დაუშვათ. არ მინდა ეხლა ეს. ძალიან გთხოვთ რა. მაინც ვიცი რომ მეორე თაკა აღარ მოვა. ვარე მოთხარი ყველაფერში. ხო გისმენ. აი მოდი მე დავასახელებ. ხო გისმენ. და ვის აირჩევდი? როგორი ყოფილიყო შანსი, ვისი ცოლი გახდებოდი. კაი, ნა. ოკეი, შეიძლება? მოდი გავაიცინა. ყველაზე პერსპექტიული. ერთი ტიტი არ მინდა ეს იცაროთი. საროჭიდან აი, ვინ? პირველი დამისახებ. ვახტანგ ტატიშვილი. იცით რა შეასაქმე ბატონო ვახტანგ, ძალიან დიდ პატივს გცემთ, ძალიან მიყვარხართ, გიждდები თქვენს იუმორზე, მაგრამ მაინც ვთვლი რომ ცოტა ადრეა თქვენთვის ცოლის. აი, გონია რომ აი მზად არ ხართ ამისთვის და ამიტომ მე არა, მე გამოვდგები შედეს, იმიტომ რომ ჩემთან ცოტა ხანი იქნები, გასაგებია რა. ყველაფერი დაგჭირდა. ყველაფერი დაგჭირდა. ყველაფერი მიდამჭირ. ხო, მაინც არ ვიცი. ვაიმე, ის მახსენდება ტოპ 5-ეული რო ქონდა, გუფი შემდეგი. ნოდიკო ტატიშვილი. ნოდიკო. ხოიცი. როგორ გიждდები შენზე და ძალიან ველოდებოდი ამ მომენტს, რომ აი ძალიან მოცნებობდი რომ შენი ცოლი გამختارიყავი მართლა, იმიტომ რომ ძალიან სიმპათიური ხარ, ძალიან რაღაცნაირი ხარ, კარგად იცვამ, კარგად მღერი, მაგრამ მე პირველი ადგილი ავიღე ცეკვებზე და შენ ევროვიზიაზე მე-15. ძალიან დიდი მოგიშე. ძალიან დიდი ხაობა აუყე რა. ან დიმიტრი ტატიშვილი. კარგად შეხედე. დიმიტრი. ძიმა. აქ უკვე უფრო რთულად არის საქმე, იმიტომ რომ ნუ მართლა ნუ რაღაც საოცარი ადამიანი ხარ, საოცარი არტისტი, გარეგნობა, სიმპათიური ხარ, მაგრამ ყველა შენახმოვანებ და უბრალოდ მეგონება რომ ყველა ჩემი ქმარია და მადლობა. მე მრავალფეროვნებას აჯობია როგორ. არა.
ძალიან დიდი ბოდიში, ძალიან დიდი პატივი, მაგრამ გასაგებია. მაგრამ აქ უკვე პირადზეა, მე ოთარ ტატიშვილს ცოლად ვერ გავხები. ამის ბრავია ყველაფერი. აი ეს მეჭირება ყველა. და ჩემი ძმა ლადო ტატიშვილი. ლადო ტატიშვილი. ანუ წავედი პირდაპირ რაღაც უნდა ამბობ. ლადოსაც უნდა ეძინა. შენი ძმა, ჩემი ძმა. შენი სისხლი და ხორცი. კი. ისე მათემატიკურად რო ვთქვათ, ჩემო ოთარ. ასე ამ კაცს. აი, ისტერიშკანა. შენი ძმა და ты хочешь от нее избавиться? შენი ძმა რო ამერჩია რა. შევკრიბავდით ამათ წონას, მე ნახევარზე გავყობდი, ორი ნორმალური წონა გამოვიდა. მისი მოგვიდა. მე არა ნორმალური ვარ, იმ გოგოს რას ეჭი. ის გამختارია და შენ ცოტას მე 10-იანი და იქნებოდა ნოდიკო, ხედავ. ხედავ ყველა SMS-ს ნანოფ, რომელიც რუსკას გაუგზა. ნანოფ ხო? აი, შეგაფუჭებული რუსკას უგზავნიდი SMS-ებს ეკვებში? შენ რო გავარდი იმის მერე. აღარ გინდა, ხარი ოთარ მე გავარგო ამას. ლადო, ძალიან ხო მიხედე რა. პატარა ბიჭია და დავაყენოთ სწორ ტატიშვილურ გზაზე დადგეს რა. კარგი, მე და დიმამ შეიძლება ექსპერიმენტი ჩავატაროთ. დიმა. ხო მართლა ყველაფერს შენახმოვანებ. აუ მართლა ყველაფერს არა, მაგრამ ბევრ რამეს. მართლა ყველაფერს. მე რომ მოვალ შენ გადაცემაში. აი იქ იბლატავ. სადმა გადაცემა. გექნება. ისეთი გვარის კაცი ხარ შენ. 1-2 გადაცემა გიმ. რაღაცას გავარტყავ, ხო? რაღაცას გაარტყავ. ახლა მომისმინე. აი მე მინდა რომ ერთ წინადადება ვთქვა და როგორი გამოვა უბრალოდ გვაინტერესებს ექსპერიმენტი. აი ნებისმიერ წინადადება ვთქვა. ქალბატონებო და ბატონებო საღამო მშვიდობის გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. კაი მეორე? ქალბატონებო და ბატონებო? ქალბატონებო და ბატონებო. საღამო მშვიდობისა. გაგიკვირდება და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. შეიძლება რომ მე პროსტა პროსტა არა, უბრალოდ პირი გავაღო და შენ ეს თქვა. აბა მიდი. ქალბატონებო და ბატონებო, საღამო მშვიდობის გაგიკვირს. მიყურე მე თან. არ ჭირდება. შენ მიყურე ბიჭო. მე რომელ კამერაში მუშაობ? შამილ თქვენთან გვალობთ. ქალბატონებო და ბატონებო. საღამო მშვიდობისა. გაგიკვირდება და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. მე შენ უხარ სუფულზე გადასული. აფინა აბა გამიჭირდება. ეხლა პირი გააღე ნოდიკო იმღერებს. ესე იგი იმდენად ჰა? ეხლა პირი გააღე იმღერებს ნოდიკო. აუ რა მაგარია. ნოდიკო მიდი. მიდი რა, აბა მითხარ. რამე იმღერე. მიდი აბა 15 ადგილი, აბა რა. იმღერე რამე. მიდი აბა რა, შენ პირი ამაყო. არა, დიმამ უნდა გაყოლოს კაცო. დიმამ არა. შენ დამაყო, მიდი გეხვეწე. შუჟუნაც ვერ მოვიდა, მიდი. 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 შუჟუნაც მოვიდა. დიდი მინდორი და ნამა. დიდი მინდორი და ნამა. ალტერნატიული ჟურნალისტი. გადასარევი. ერთი წუთი პაუზა გავაკეთოთ. ახლა სკამს დაგვიმატებენ. დათო მოვიდა ტატიშვილი, ყველა ასაკში ვართ და როდის გამოგვადგება კაცმა არის. ხო და შემოვიყვანოთ ეს ადამიანი. კი ბატონო. დავით ტატიშვილი. ესე იგი, გაბზაინთ ბატონო დავით. გაბზაინთ. ესე იგი ძალიან საინტერესო ისტორია აქვს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის არსებობას. ბატონმა დავითმა გადახედა თავის ნათესაობას და გადაწყვიტა რომ ყველაზე კარგად და ყველაზე მეტად მის ახლობლებს გამოადგებოდა სამედიცინო ცენტრი. საუბრობ კარგი, დათო, შემოგვიერთდი, ძალიან დიდი მადლობა. ვიცი რომ კარგ საქმეზე იყავი, დაკავებული იყავი, ახლა მე უცებ ჩაქრთავ სიტუაციაში. ყველა მათგანმა რაღაცა თქვა ჩემზე. ზოგმა კარგი, ნოდიკომ ცუდი. ნოდიკომ არაფერი.
ოდა ეგ არის ცუდი. ზოგმა no comment. აი შენ რა შეგიძლია თქვა ჩემზე ოთარ ტატიშვილზე. გისმენთ. ძირითადად პრობლემებს ვიქნე სიმართლე. პირველ რიგში ყველას მოგესალმებით. ჩემ ნათესავებს, თანამოგვარებს. დიდი მადლობა. თუ შეიძლება ეს ერთოდ ნახევარწუთიან ჩართვას გავაკეთებ, იმიტომ რომ ოთარმა თავის სტილში ძალიან ეფექტურად გააფორმა ჩემი მოსვლა, მაგრამ მე ვიყავი ჩვენი გვარის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და წარმატებული წარმომადგენლის თამარ ტატიშვილის დაჯილდოება მიმდინარეობს ახლა ჩემი ძმისშვილის. აი ზუსტად სამწუხაროდ მე ბოლომდე აღარ დავესწარი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ყველას იმას შესაძლოა ვარს გადავაჭარბე დაგვიანების და სოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ორდენს შევალიეს ორდენს გადაცემენ, რომელიც ყველაზე დიდ კინომსახიობებს და რეჟისორებს სოფლიოს ყველაზე დიდ ვარსკვლავებს და ყველაზე დიდ სახელებს აკრებდა. რეალურად საქართველოს ისტორიაში პირველი მოვლენაა და ალბათ ამ გვარის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. არასწორი ტატიშვილები მოიწვიოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩაიწერება. მადლობა დავით. რაც შეეხება ჩვენ შესახებ ეხა ძალიან ისეთი სიტყვის ადამიანი ხარ და უტყუარი და ყველაფერში გვერდჩგვერი ხარ, მაგრამ რეალურად ძირითადად როდესაც რაღაც კარგი ხდება ჩემთან ცენტრში, ითხოვენ ოთარ ტატიშვილს და როცა რაღაცაზე პრეტენზია აქვს, დაგინებენ დავით ტატიშვილს. ალბათ ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ მე ვემსახურები ხა ისევე როგორც შენ, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯანმრთელობას და ადამიანი უფრო არის მომთხოვნი და ოთარ ტატიშვილის სახელი ძირითადად რაღაც დადებით ემოციებთან და ყველაფერთან სიკეთესთან არის დაკავშირებული, ასე რომ ამ დისკომფორტის და იმის ყოველგვარი პრობლემების მიუხედავად, რომელსაც ვქნი, ძირითადად მოგაქვს სიკეთე და დადებითი და ლამაზი და მშვენიერი ყველაფერი, რაც ქვეყანაზე არსებობს. ძალიან დადებითი მოვლენაა ჩვენ ცხოვრებაში და გთხოვთ რომ შევომიერთეთ ამ მოსაზრებაში. გიერთეთ, უბრალოდ ბატონო ოთარს ისე გაეხარდა, მე მგონი ეგონა რომ მასზე საუბრობთ. არა, ეგ არ შეიძლება. ესე იგი, პრობლემა რო გეკნება თქო ეს გამოიძახე. ესე იგი, მე ძალიან მიხარია რომ დათო შემოგვიერთდა. მართლა ძალიან კარგ საქმეზე იყო, კარგ ამბავზე იყო წაასული, მე ყველა ტატიშვილს ამ ხარს უჭერ, შევალიეს ორდენს, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, შევალიე. ახლა შევალიეზე გამახსენდა, გასულ 14 ივლისია, ბასტილიის აღების დღე. მოდი დღეს ტატიშვილების დღე დავაარსოთ. გადასარევი ბასტილიის აღების დღეს აღარ ჯობია ტატიშვილების დღე. რატომაც არა? მოდი, მეგობრებო, მხარი დამიჭირეთ, დღეს იყოს დღეს იყოს ტატიშვილების დღე, 14 ივლისი და მე დარწმუნებული ვარ, რომ გაივლის წლები, საუკუნეები ეს გადაცემა იარსებებს და ყოველ 14 ივნის ტატიშვილი 14 ივლისი. ივნისაც იყოს. და როგორ იქნება ეს ისტორიაში როგორ დარჩება იცი ეს დღე? როგორ? ტატიშვილების მიერ ბასტილიის აღების დღე. გადასარევი. აი ესე დარჩება ისტორიაში. ესე იგი, ბატონო დავით. თქვენ დახმარება მჭირდება. სიამოვნებით. ერთი გოგო მუშაობს ჩემთან, აქ. ხო და ჩვენი ძალებით ვერაფერი ვერ მოუხერხეთ და ხო არ დააწვენდი 1-3 დღე. პრობლემა არ არის. რა დაჯდება? ფრი. კარტოფილი ფრი? არა, ბარტერი. ეგეც იქნება. დაწვენაში რას გულისხმობ? აი ნახე უცებ გადაგხედა და მიხვდა რომ პირველი ეს უნდა დაწვეს. და უცებ გადათვალა. დაწვენაში გულისხმობ იმას არა, რაც შენი გულისხმება, ბატონო ვახო. მე დამავიწყდა გასულ. მე არ დაგვიწევიათ მაგას. კარგად ხო. ხანდახან ესე იგი,
კარგი, მოკლედ. და პატარატე. მოკლედ, ახლა მომისმინეთ კარგად, ლადო. დიახ. მე შენ აქედან ისე არ გაგიშვებ. შანსი არ არის. რომ თეა დანელიას სამბა არ ეცეკვა. და მამზადებ ძმაო რამისთვის თუ რა გინდა? ტელეიმედზე შემოდგომიდან განახლდება პროექტი, ცეკვავენ ვარსკვლავები, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს. და მე მინდა რომ შენ დაგინახოს ამ პროექტის ყველა მესვეურმა და მიგიწვიოს როგორც პროფესიონალი მოცეკვავი, თორე შენ რა ვარსკვლავი ხარ. მობრძანით ავადონ თეა? არ გადაიფიქრო მე მობრძანით საერთოდ პროექტის გაკეთება არ გადაიფიქრო. და ერთი სამბა, ოღონდ ლადო ისე შენ რო იცი. როგორ ვიცი? გადი იქით ვიყარ. აი, უხდებით ერთმანეთს. გავამხნევოთ ხალხო. სამბა რომელია? სამბა. ნებისმიერ, ჩაჩაჩა, რაც გინდა. იცი რა? ასე თუ გიყვარდა ჩემი ძმა, ორჯერ სხვას არ წაყვებოდი. ძალიან. ორჯერ სხვას არა, ორჯერ სხვა და სხვა. პატარაა ჩემზე ძალიან. ახლა შეიძლება მე თვითეკო ოღონდ ლამბადა. დი, შეიძლება, გნებავთ? არა, ის დაიღლებოდა. არ დაიღლებოდა, თეა, ვახოს ლამბადა უნდა. მიდი, აი ვახო ტატიშვილი, აცეკვე ლამბადა. ზე. ტატიშვილი დახადა. მომავალი სეზონი და გავა გადაცემა ცეკვავენ ტატიშვილები. ბალსი რომელს გნებავ, ბალსი. არავის. არა, არის ნერვიულო. ბატონო, არის ნერვიულო, სასტრაფო გამოვიძახეთ უკვე. ასა ამდენი ტატიშვილები უყავს ექიპები აქ გვერდზე. მაინც იქით მეგვიწევს. გინდა ინდური შენ? არა, მე არა, მე მინდა უყურო. შენი ცეკვები ინდური? არა, დიმა ინდურს ცეკვები? რა შემოყვე? ნოდიგო. რა შემოყვე ინდურს? ნოდიგო. მე მე-15 ადგილი. მომისმინე. ზოგიერთ გადაცემებში კარგად ცეკვავ ინდურს. თან სიმღერა შეიძლება. შეიძლება. ეს ის არ არის. მოკლედ, მომავალი შეკრება არის ოთართან, შემდეგი არის დიმიტრისთან, შემდეგი არის ნოდიკოსთან, შემდეგი არის ლადოსთან, შემდეგი არის ვახოსთან. თავარია დავით ტატიშვილის კლინიკაში არ შევიკრიბოთ ყველა. თან ახლა აპირებს ფსიქიატრიის გახსნას. შენ დაგიყვანს პირველად. შენ ფსიქიკას დაგიფუჭდა ამ გადაცემებად. ოთარ, შენ. სულ მალე გავხსნი სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრს და პრეზენტაციაზე გეპატიჟებით ყველას აბსოლუტურად. შემდეგი შეკრება 14 ივლისს გაიხსნა. რა თქმა უნდა. 14 ივლისი არის ტატიშვილების მიერ ბასტილიის აღების დღე. მორჩა, ეს დამტკიცდა. რო არა ტატიშვილები ფრანგები ვერაფერს იზავდნენ. ეს იყო რუბრიკა დაილოცოს მათი გვარი. გნებავთ რამის თქვა? არა. კი ბატონო. ეს იყო რუბრიკა დაილოცოს მათი გვარი და რუბრიკის სტუმრები იყვნენ ეს არაჩვეულებრივი ხალხი. ოთარ, დიმიტრი, ნოდიკო, ლადო, ვახტანგ და დათო ტატიშვილები. დიდი მადლობა.